გამარჯობა, გაჩვენებთ ახლა რა მაგარი ტუბო გავაკეთეთ. ეს ცელოფნები ავაზროთ. და აქ რა გვაქვს ახლა ისეთი განსაკუთრებული. არაფერი, უბრალოდ აი ეს ელემენტი გვაქვს ჩასმული. კამერამენ ვაჩვენოთ როგორ გვაქვს შეკეთებული. თვითონ ეს ხისფერი ჩანართი 45 გრადუსში ჩაფრეზილი ისე რომ ხელი მოეკიდოს. და დამერწმუნებით ძალიან საკაიფო ლამაზი ტუმბო გამოვიდა. ხო, ტუმბო იქით იყოს რა. ეხლა ჩემს უკან ხო ხედავთ იმას. საქართველოს რუკას. და ამ რუკას გაჩვენებთ ახლოდან. ძალიან მაგარი რუკა ავაწყეთ. და მინდა რომ გაჩვენოთ ეს რუკა, ამისი პატარა ესკიზი გვაქვს შექმნილი და მე აქედან უკვე გადმოვიტანეთ დიდ მასშტაბში. რა მასშტაბში შემდეგ დავყავით კუთხეებად, ეს კუთხეები გავაცალკევით ერთმანეთისგან იმის გამო რომ აი ეს ფერების ეფექტი მიგვეღო და ფერები გარეთ გამოგვეტანა. მეგობრებო, დამეხმარე და შუქები ჩამიქრე რომ უფრო კარგად გამოჩნდეს აი ეს განათების ეფექტი. ეგეც ჩააქრე ვაფშე ჩამიქრე, ყველა შუქი ჩამიქრე. ხო, ნახე, აი ესეთი ეფექტი გვაქვს რა. ეხლა უყურე, ამის თან სენსორზე გვაქვს ეს დაყენებული. ეხლა ერთს მივარტყავ და მე გავქრები. ავანთოთ ეხლა შუქები. დამერწმუნებით ეხლა ამისი ეს ისეთი ლამაზია, სადაც არ უნდა გააკეთო ესეთი საქართველოს რუკა რა. ძალიან ეფექტურს აქვს ყველაფერს, ნებისმიერ გარემოს, მით უმეტეს რომ ქართველები ვართ, ეს დამერწმუნეთ, არც რუსებისთვის, არც სომხებისთვის, არც აზერბაიჯანელებისთვის და სხვა ეროვნების ხალხისთვის ესეთ გარემოს და ესეთ განწყობას არ შექმნის, მაგრამ ქართველებისთვის აი ეს რუკა ნებისმიერ ადგილზე, ნებისმიერ სიტუაციაში და ნებისმიერ გარემოში სიამაყის გზნობას მოგვრის, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი ქვეყანა გვაქვს, ძალიან მაგარი კუთხეები გვაქვს, დაწყებული აფხაზეთიდან დამთავრებული სამაჩაბლოთი დაკარგულ ტერიტორიებს ვიძახი ამ შემთხვევაში, რაც აქვს დროებით ოკუპირებული, თითოეული კუთხე, თითოეული კუნჭული იმდენად ლამაზი არის, იმდენად დამახასიათებელი ნიშან-თვისებით გამოირჩევა, რომ აუდექით და ჩვენც ბევრი ვიწვალეთ, იმიტომ რომ ცალ-ცალკე გამოვყავით, ცალ-ცალკე ავაწყეთ და გავანათეთ ეს ყველაფერი, გავანათეთ ჩვენი სახელოსნოს შემოსასვლელში, აი როგორც კი შემოდიხარ, არაფერი, კამერამენ, აი შევათვალიერებინოთ ჩვენი სიტუაცია. ეს არის ჩვენი უბრალოდ სამუშაო სივრცე, სამუშაო გარემო, სადაც მოვინდომეთ, რომ შემოვდიოდით ბიჭები და მან ამ მუშაობას დავიწყედით, რომ პირდაპირ ხედზე გქონოდა საქართველოს რუკა, იმიტომ რომ განწყობა ამაღლებული, ძლიერი და ესე გვემუშავა და ნებისმიერი მოსვლელი ვინც აქ შემოდის, დედასგერცე დადგება ხომ და სურათებს იღებს. ეხლა რაღაც ავეჯები გვილაგია წინ. მაგრამ ძირითადად ვცდილობთ ხოლმე რომ ეს ტერიტორია მოცალილებული გქონდეს, იმიტომ რომ საყურებლად არის ძალიან მაგარი. ყველას ურჩევროთ, აი რო რაღაცა გინდა რომ გაალამაზო შენი გარემო, საკეიფო სიტუაციაში რო აკეთეთ ხოლმე, დათვის ტყავებს რო ჩამოკიდეთ, კაი ხალხო. ადექი, აი ესეთი ლამაზი და კიდე რას გეტყვით? ჩემი ვიდეოები და ჩემი ისინი, ვისაც მოგწონდა, ვისთვის ადევნეთ, ჩვენი YouTube არხი გამოიწერეთ, იმიტომ რომ განვავითარო ეს კონტენტი, ჩვენა ვართ ავეჯის მიმართულებით, ვცდილობთ რაღაც პატარა-პატარა დეტალები, პატარა-პატარა წვრილმანები აგიხსნათ, გაგაცნობიეროთ ამ სიტუაციებში და ვისაც გაინტერესებთ, გამოიწერეთ, იმიტომ რომ ჩვენ ვიდეოებში მუდამ იქნება ის თემები განხილული, რაც შეეხება ავეჯს. ამ შემთხვევაში ეს ავეჯს არ შეეხება, მაგრამ ჩვენ დავამატეთ ისეთი აპარატი, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ აი ესეთი რთული ფიგურები მოიჭრას. ამ შემთხვევაში არ არის ესე მარტივად ხელით ფიზიკურად ამას ვერ გამოჭრი. ეს არის რუტერის აპარატზე გამოჭრილი და შემდეგ უკვე ხელით ვიმუშავეთ იმის გამო, რომ აქ განათებები დაგვესვა და გაგვეწყო. დამერწმუნეთ, არ არის მარტივი აი ეს იმ დახრაში და იმ თემებში ჩასვა, როგორც საჭიროა, ამაზე კი ჩვენმა გუნდმა იმუშავა
რომ ეს რუკა იდეალურად სწორი ყოფილიყო იმასთან მიმართებაში, რომ აი დაუშვით გეტყვით. აი ეს დგომი ხო შეიძლება დაუშვით ეს წასულიყო, ან ეს წასულიყო, ამაზე გარკვეულწილად საჭიროა დრო და ენერგია და სწორი გათვლები ყველაფერში. და სხვა რა შემიძლია გითხრათ. თუ ვინმეს დაგჭირდებათ საქართველოს რუკის დამზადება და გიმზადებთ ჩვენ ვიმყოფებით გორში, მუშაობთ საქართველოს მასშტაბით. სადაც დაგჭირდებათ, როგორც დაგჭირდებათ, გნებავთ, მონტაჟითაც შეგვიძლია ამის გაკეთება. მოვიდეთ ადგილზე და გიმონტაჟოთ, აგიწყოთ. ან უბრალოდ გაგიმზადოთ და გაგატანოთ რა. ეს არის. აი იმის თქვა მინდოდა, ამის ნახება მინდოდა. მადლობა ყურადღებისთვის.